ბელგიაში 3 ებრაელი მოელის სისხლის სამართლის ბრალდებებს აწკდებიან, რადგან მათ ებრაული რიტუალური წინადაცვეთების უკანონოდ ჩატარებას ედავებიან. ათასობით წლის განმავლობაში მოელები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ბრით-მილას ჩატარებაში ბიჭის დაბადებიდან მერვე დღეს. თუმცა ბელგიაში, სადაც ანტისემიტიზმის ზრდა შეინიშნება, არსებობს კანონი, რომელიც ავალდებულებს, რომ ყველა წინადაცვეთა მხოლოდ ლიცენზირებულმა ექიმებმა ჩაატარონ. და გასულ წელს ანსვორტის პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა რეიდის შემდეგ. ეხლა ჩვენთან ბრიუსელიდან ერთვება ავიტალე, ბრიუსელის ევროპული ებრაული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი. გამარჯობა და მადლობა რომ აქ ხართ სამწუხაროდ ესეთ გარემოებებში. გამარჯობა, სალამი ამელია, სასიამოვნოა თქვენი ნახვა, დიდი მადლობა. რა თქმა უნდა. ასე რომ, აგვიხსენეთ, ვიცი ეს უკვე დიდი ხანია თკივილისა და დაშინების წყაროა ებრაული საზოგადოებისათვის თქვენს ქვეყანაში. აგვიხსენეთ, როგორი დამთრგუნველი გრძნობაა ეს და როგორ უმკლავდებიან ადამიანები ამ ყველაფერს. დიახ, ებრაული ცხოვრება ევროპისთვის ბუნებრივია. და ბრით-მილა ებრაული ცხოვრების ნაწილი იყო ევროპაში ათასობით წლის განმავლობაში. ბელგიის ებრაული საზოგადოება შესანიშნავი საზოგადოებაა, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროში წვნილს შეაქვს. ანტვერპენის ებრაული საზოგადოება, ეს არის აპავებული ებრაული საზოგადოება და ვფიქრობ ეს გამსაზღვრელი კრიზისია. იმიტომ რომ ესეთი ებრაული პრაქტიკის კრიმინალიზაცია, რომელიც ებრაული ცხოვრების ბირთვია, ბევრ ჩვენგანს აინტერესებს. აქვს თუ არა ებრაულ საზოგადოებას ბელგიაში მომავალი. ვაუ! ეს ძალიან დამთგუნველია. იცით, როდის შევიდა ეს კანონი ძალაში? ანუ მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ წახვიდეთ, დიახ, ადამიანები საავადმყოფოში ახალ შობილის დაბადების შემდეგ აკეთებენ წინადაცვეთას. მაგრამ კიდევ ერთხელ მოილები, ლიცენზირებული პროფესიონალები არიან ებრაულ ტრადიციაში, რომ ეს გააკეთონ. ეს მათი საქმეა. ეს არ არის მხოლოდ მათი საქმე. არამედ ისინი ყველაზე გამოცდილი ადამიანები არიან, ვინც ამას ასრულებს. ამ ტრადიციას. და ეხლა შეიძლება საქმე შედეგამდე მივიდეს. თუ მათ კრიმინალებად შერაცხავენ, ცხადია ეს იქნება ძალიან ნეგატიური გადაწყვეტილება ბელგიის მართლმსაჯულების სისტემის მხრიდან. მაგრამ ამავე დროს, თქვენ ახსენეთ სიტყვა დამთგუნველი, მაგრამ მე ასევე მინდა ებრაულ საზოგადოებას გამამხნევებელი სიტყვაც უთხრა. რადგან ყოველი გამოწვევა, რომელსაც ებრაული საზოგადოება 2000 წლის განმავლობაში აწყდებოდა, გვაძლიერებდა. გამოწვევები აძლიერებს ებრაულ საზოგადოებას. და იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ თითქოს აქედან წასვლა მოგვიწევს, ჩემი დღევანდელი გზავნილი საპირისპიროა. ეს არის შანსი ებრაული საზოგადოებისათვის შექმნას დიალოგი, საკითხები განმარტოს, განამტკიცოს ებრაული ცხოვრება და სინამდვილეში გამართულად დადგეს და შეხედოს პრობლემას თვალებში. ებრაელები აღარ დახურებენ ძირს. და ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ებრაული ცხოვრება ბელგიაში და უზრუნველყოთ ძლიერი მომავალი აქ. იმედიანად ხართ, ანუ მზად არიან ისინი, ვინც ძალაუფლებას ფლობს, რომ რეალურად დასხდნენ და დიალოგი გამართონ. როგორც ვიცით, ებრაელები ბელგიაში ასობით და ასობით წელია ცხოვრობენ. ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყვნენ ანტვერპენისა და ბრიუსელის ეკონომიკისთვის. არის თუ არა მზადყოფნა, რომ დასხდნენ და ეს ყველაფერი განიხილონ. ანტვერპენში და ბრიუსელში ებრაული საზოგადოების წარმომადგენლები ხელისუფლებასთან ერთად მუშაობენ. იმედი მაქვს, რომ სათანადო დიალოგი იქნება. პირადად მე ამაში ჩართული არ ვარ, მაგრამ გასულ კვირას ებრაული საზოგადოების ლიდერებთან ეს საკითხი განვიხილე და მათი მოსაზრებები მოვისმინე. მე იმედიანად ვარ, ვფიქრობ, ებრაული საზოგადოება ძლიერი უნდა იყოს. უნდა ვაღიაროთ, რომ ანტისემიტიზმი დღეს გლობალურია. კომუნიკაციის ბუნების გამო იგივე პრობლემებს ნახავ ბელგიაშიც. იცით, ადრე ვფიქრობთ, რომ ლონდონი და დიდი ბრიტანეთი უსაფრთხო იყო, მაგრამ ახლა რასაც ვხედავთ, იგივე პრობლემები შეგიძლიათ ნახოთ მთელ მსოფლიოში. ამ გლობალური ანტისემიტიზმის პასუხი არის გლობალური ებრაული განძლეობა. ჩვენთვის ეს არის ერთადერთი პასუხი. რატო? იმიტომ რომ დღეს ჩვენ გვჭირდება სიხარული, განძლეობა და სიფხიზლე, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე. ჩვენ არ ვიცით, რას მოგვიტანს მომავალი წლები.
და ამიტომ ჩვენ გვჭირდება ებრაული თემები, რომლებიც მზად არიან გამოწვევების დასახვედრად და მზად არიან იმუშაონ საზოგადოების უმრავლესობასთან ერთად. რადგან ნება მომეცით თქვა, ჩემი შინაგანი გრძნობა მეუბნება, რომ საზოგადოების უმრავლესობა დაღლილია სხვასთან დაპირისპირებით. და იცით, შეერთებული შტატები ჩაერია, რა თქმა უნდა, ისრაელიც და ეს ბელგიისთვის სამარცხვინო ლაქად მოიხსენეს. წარმომიდგენია, რომ გარკვეული მხარდაჭერა მაინც გაქვთ ისრაელისგან, ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ შეერთებული შტატები რამეს აკეთებს ჩარევისთვის, ესაუბრებიან შესაბამის ადამიანებს და ეუბნებიან, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, თორემ შეიძლება ებრაული საზოგადოება დაკარგოთ და საბოლოოდ ეკონომიკაც დაზარალდება თუ ასე გაგრძელდა. ნახეთ, ვხედავ, რომ ეს გარკვეულ დიპლომატიურ დაძაბულობას ქმნის. მე დიპლომატია არ ვარ. მაგრამ ამავე დროს მიხარია, რომ ზოგი ადამიანი ღიად საუბრობს, მაგალითად, ელჩი უაიტი. ამიტომ ჩემი ვალდებულება, როგორც ებრაული საზოგადოების ლიდერის, არის ის, რომ დავრწმუნდე ებრაული საზოგადოების სიხარული და საღი აზრი უცოდინრობის საკურთხეველზე არ შეეწირება. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყავთ. ჩვენი გზამილი უნდა იყოს განძლეობისა და ძალის შესახებ და ებრაული ცხოვრება აყვავებული იქნება. ეს არის ის, რაც დღეს უნდა გავაკეთოთ. დიდი მადლობა თქვენი მუდმივი ოპტიმიზმისთვის. ეს ყველას გვაძლევს იმედს და გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია ისეთი გამოსავლის პოვნია, სადაც ყველა მოიგებს და საზოგადოება თქვენ საყვარელ ქვეყანაში შეძლებს განაგრძო საყვავება. მადლობა. დიდი მადლობა.